დღეს პარასკევია საღამოს ცხრისნახევარი და ტელეკომპანია თანამგზავრის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს თოქ-შოუ დიალოგი ნატო მეგვთნიშვილთან ერთად. დიალოგი საარჩევნო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. ვინ არიან თვითმმართველი ქალაქ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რამდენად კარგად იცნობენ ისინი თქვენს პრობლემებს და როგორ აპირებენ ამ პრობლემების მოგვარებას. ჩვენ გადაცემის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე არ ჩაგვიტარებია ტრადიციული კენჭისყრა, იმიტომ რომ ბოლო წუთამდე ველოდით ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომლებიც დაგვთავაზეს მონაწილეობაზე, თუმცა მოგვიანებით უარი თქვეს მოსვლაზე, როგორც მათი შტაბის ხელმძღვანელმა განგვიმარტა, ისინი მოერიგნენ პროვოკაციას, რასაც მოჰყვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წასვლა, არც მათ მიიღეს გადაცემაში მონაწილეობა, უარი გადაცხადეს დიალოგში მონაწილეობაზე. მათი არგუმენტი ასეთი იყო, რომ თუ არ იყვნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები მონაწილეობას, ასე რომ დღეს ჩვენ გადაცემაში გვესწრებიან მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიციის და ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თვითმმართველი ქალაქ თელავის. გაგაცნობ ჩვენ სტუმრებს, პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, იმისთვის რომ თუნდაც იმიტომ რომ არ შეუერთით იმ ერთგვარ პროტესტს, რაც მოყვა ქართული ოცნების აღმოსვლას, არ ჩააგდეთ ეს გადაცემა, გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა, როგორც ტელევიზიის, ასევე თქვენი ამორჩევლის წინაშე და იღებთ მონაწილეობას დებატებში და აცნობთ თქვენს პროგრამას, თქვენ სამომრჩევლებს, ჩვენს ტელემაყურებლებს. დიალოგი პირდაპირ ეთერშია და გადაცემის მსვლელობის დროს შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერი 20 ნომერზე 23 28 95. ახლა კი გაგაცნობთ დღევანდელ ჩვენს სტუმრებს. შოთა რაინაული არასაპარლამენტო ოპოზიცია კახაბუკავა ფიქრია ჩიხადის წარმომადგენლის ძველი თელავის უზუმბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე თეგერაშვილი, არასაპარლამენტო ოპოზიცია კახაკუკავა ფიქრია ჩიხრაძის ცენტრალური თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ჯორჯაძე, ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ცენტრალური თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა ესიტაშვილი, ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია რუსთაველის სადგურის დეპუტატობის კანდიდატი შალვა მამალაშვილი, ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია ალაზანი კავკასიონის დეპუტატობის კანდიდატი კახი გემაზაშვილი, არასაპარლამენტო ოპოზიცია კახაკუკავა ფიქრია ჩიხრაძის დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ვიმრაძე, ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია ძველი თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სანამუშაოდ გავაცნობთ ტელემაყურებლებს და ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რის გაკეთებას აპირებთ იმ შემთხვევაში, თუ გახდებით თვითმმართველი ქალაქ თელავის საკრებულოს წევრები. მინდა ერთგვარი კომენტარი გავაკეთოთ იმასთან დაკავშირებით, რაც გადაცემის დასაწყისში მოხდა. რითი ხსნით იმას, რომ უკვე მეორე გადაცემა არ მოდიან გადაცემაში, დიალოგში მონაწილეობის მისაღებად ქართული ოცნების წარმომადგენლები და დღეს მათ ხარი უკვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებაც აუბრეს სამწუხაროდ. მოგესალმებით ჩემო საყვარელო თელაველებო, აი რომ არ მინდოდეს რაღაცის თქმა, უბრალოდ ვიძახდეთ რომ ვიტყოდი რომ კომენტარის გარეშე მეთქი, მაგრამ მაინც მინდა დავამატო ერთი რომ მე მინდა აი ჩვენმა მაყურებლებმა შეაფასონ ეს მდგომარეობა და დაფიქრდნენ თუ ადამიანი არჩევნების დროს ერიდება თავის ამომრჩევლებთან შეხვედრას. ის, როდესაც თბილ კაბინეტში დაჯდება და ჯიპში ჩაჯდება, მაშინ გაიხედავს მოსახლეობისაკენ. როცა არ გინდა არჩევნების დროს რეკლამა გაიკეთო, რაღაც შენი სათქმელი თქვა და რაღაცით შემოაბრუნო ის ამომრჩეველი, რომელიც მერყეობს და არ გადაუწყვეტია ჯერ ვის მისცეს ხმა და შესანიშნავ საშუალებას გადლევს ადგილობრივი ტელევიზია, რომ შენი სათქმელი თქვა და აქ რომ არ მოდიხარ და აქედან არის უბრალოდ შესაჩვენს შენს ამომრჩეველს. მე ვერ წარმოვიდგენ რომ ეს ადამიანები საკრებულოში მოხვდნენ და მაშინ დაიწყონ ხალხისკენ გახედვა. ჩემ მხოლოდ ეს კომენტარი შემიძლია გავაკეთო, სხვა არაფერი. ბატონიშვილი. მე ძალიან მოკლედ ვიტყვი, პირველ რიგში მოგესალმებით ჩემო თელაველებო, ჩემო თანაქალაქელებო, ჩემო მახლობლებო და ძალიან მოკლედ კომენტარს გავაკეთებ. მადლობა ტელევიზიას, რომ კიდევ ერთხელ მომეცა ჩემს თელავთან, ჩემს ხალხთან შეხვედრის საშუალება მომცა, ამისთვის მადლობა. ეს არის ჩემი კომენტარი. გისმენთ? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მივესალმებით დარბაზს. უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი რა, ამას არანაირი ახსნა არ აქვს რა. როდესაც შესამორჩეველთან შეხვედრას და შესამორჩეველთან ტელევიზიის საუბარს თავს არიდებს, ეს მასლა სერიოზული პრობლემაა თვითონ მართული პარტიისთვის. მადლობა. მეც ასევე მივესალმები ჩემს ძვირფას ქალაქს, უზომოდ შეყვარებული ჩემს ძვირფას მაყურებელს ქალაქ თელავის კვიდრს უყოლას და მე მინდა ერთი რამ თქვა რომ ეხლა აქ რაღაც ისეთი სისულელე მოიტანეს რომ თითქოს ვიღაც პროვოკაციას აპირებდა რა. მე აქ ხალხს ხედავ ისეც რომ აბსოლუტურად მე დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი წავიდა კონსტრუქციულ დიალოგში რომ ერთ ხმას არავის ზედმეტს არ იტყოდა. პირიქით რა
აი ქრონოლოგიურად რომ მოვყვეთ ქვემოდან ყველაზე საშინელება ჩვენთან რამაც დაისადგურა აი პირველი პრეზიდენტობიდან დაწყებული იმის მერე ხდება ეს გახლეჩვა საზოგადოების და იმის მაგივრად რომ ვიღაცას მარტო იმის ფიქრი ქონდეს რომ ქალაქს და თუ თავის საკუთარ გვერდზე ვინც აიეჩევს თუ გვერდში მყოფ ადამიანს რაღაცი თუ შველოს დაკავებულები არიან ერთმანეთის რაღაცა გიშპობით, შეურაცხყოფით, ცილისწამებით და შეკაი ადამიანი მოდი განა ისეთი რა უნდა თქვა არა რომ დავждეთ ერთად ვისაუბროთ, მოვეფეროთ ერთმანეთს და რაღაცა თქვათ ისეთი ვინც რას აპირებს ხვალე ვირას გააკეთებს და როგორ გააკეთებს. მე ესე მგონია და ნუ ეხლა საიდან ყურით მოთრეული სისულელია რომ ეხლა ვიღაცა პროვოკაციას აპირებდა და რაღაც მაგრამ ყველაზე მთავარი მე რა მიემაჩინა იცით რომ აი ეს ორი პარტია ერთმანეთთან რომ დაждდებიან აი სინქრონში არიან აი შენ ხო არაფერს არ აკეთებ მე თუ არაფერს არ ვაკეთებ გაიხსენე შენ რას აკეთებდი ნუ და ამ კითხვა პასუხში და ამ იმაში თავდება ეს ყველაფერი რა და წინ აბსოლუტურად ვერავინ და მოსულიყვნენ და ნამდვილად ეხლა ძალიან საკმაოდ ისეთი დებატები შედგებოდა დარწმუნებულა ერთ სიტყვას ზედმეტ ხმას არ ამოიღებდა არავინ სანამ ჩვენ სტუმრებთან გადავალ სიტყვით კიდევ ერთხელ მინდა ტელემაყურებლებს ვუთხრა რომ ჩვენი გადაცემა დღეს დაგვიანებით გავიდა ეთერში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ბოლო წუთამდე ველოდებოდით ქართული ოცნების წარმომადგენლებს რომლებმაც განაცხადეს თანხმობა დებატებში მონაწილეობაზე მას შემდეგ რაც ისინი არ გამოცხადნენ კენჭისყრაზე და გაირკვა რომ არც მოდიოდნენ გადაცემაში ახსნა იყო ასეთი რომ მოერიდნენ პროვოკაციას დატოვეს ტელეკომპანია თანამგზავრი აგრეთვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მე ძალიან გული მწყდება და დღეს ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას იღებენ არასაპარლამენტო და ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენლები. მე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ამ ფაქტის კომენტირება ჩვენს სტუმრებს და შემდეგ უკვე დებატების ძირითად ნაწილზე გადავიდეთ. გისმენთ? მოგესალმებით ნატო. ნიკა ვარდაშვილი, არასაპარლამენტო ოპოზიცია. რა კომენტარი შეიძლება გავუკეთო ამას? იცი, ამან გამახსენა ის ძველი პერიოდი ჩვენ გახსოვს ნატო, როდესაც ამ გადაცემას დიალოგი ქვია და დიალოგი სიტყვასიტყვით ნიშნავს ორ ან რამდენიმე პირს შორის საუბარს და აქ ხშირად გვიხდებოდა ხოლმე მარტო ოპოზიციას საუბარი მონოლოგის რეჟიმში, როდესაც არ მოდიოდა ნაციონალური მოძრაობა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ ტყუპის ცალივით ემგვანება მათ ქართული ოცნება. ეხლა რა არის ტელევიზია ჯერ ისევ ვთქვა? ტელევიზია არის კომუნიკაცია ხალხთან და ამომრჩეველთან. და როდესაც მართველი პარტიის წარმომადგენელი და კანდიდატი დღეს წინასაარჩევნო პროცესის უარს აცხადებს ტელევიზიაში მოსვლაზე და ხალხთან კომუნიკაციაზე. წეღან ალიკამ სწორად თქვა, ის როდესაც სტატუსი ექნება და კაბინეტში შევა, ის მივა ვინმესთან და საერთოდ ვინმეს ესაუბრება და მე მინდა ჩემ თელაველებს უთხრა, რომ აი ეს ბუტაფორიები და აი ეს კუნძები უნდა დამთავრდნენ საკრებულოში და აი ეს ხალხი რამე რო კონდეს თქვენთან სათქმელი. დღეს აუცილებლად მოვიდოდა და მიიღებდა მონაწილეობას ამ გადაცემაში. რა არის ახლა რა ნათქვამია, რომ იქ ვიღაცა პროვოკაციას აპირებს. პროვოკაცია ჯერ თუ ვინმეს უნდა რაღა მაინც და მაინც ტელევიზიაში უნდა მოაწყოს, ხო? ეს არის აბსურდული და სისულელე, იმიტომ რომ მათ არ აქვს არაფერი. ეს არის მკაცრი ფორმატი, როდესაც უბრალოდ თანაბარი დრო ეცნობამ ყველა კანდიდატს და ყველა გადაცემის. ამ შემთხვევაში დაგეთანხმებით. აქ მთავარი რატო არ მოდიან? ჯერ პირველი ის, რომ მათ არ აქვს არაფერი სათქმელი ამომრჩეველთან, იმიტომ რომ 2012 წელს რაც უთხრეს მათ ამომრჩეველს, იგივე ის ბენზინის გამოკლებული 1 ლარი, იგივე ის 200 ქარხანა და ეხლა ამას ხო ამომრჩეველი აღარ მიიღებს სერიოზულად და პლუს მათ არ აქვთ იმის საშუალება რომ ოპონენტთან დაჯდნენ დებატებში და აი რაში იღებენ საერთოდ მონაწილეობას და რატო უნდა მივცეთ ხმა აი ეგ ვერ მესმის საერთოდ. მადლობთ ბატონო კახი. მოგესალმებით ნანტო, მივესალმები სტუდიის სტუმრებს და მივესალმები რაც თავარია ჩვენ თელაველებს, ჩემთან თანაქალაქელებს. მართლაც სამწუხარო ფაქტია ჩვენ ქონდა მოლოდინი რომ იქნებოდა თითქმის ყველა სუბიექტი არჩევნებში მონაწილე მიიღებდა ამ გადაცემაში მონაწილეობას და გვექნებოდა საშუალება ჩვენი პროგრამის წარდგენაც და ალბათ შეკითხვების დასმაც. ეს არის ამის საშუალება აუცილებლად მოგეცემათ, იმიტომ რომ მხოლოდ ალბათ ამ ორი პარტიით არ სრულდება წინასაარჩევნო კამპანია. შემადგენლობა არ არის და გამოვა ცოტა სხვა ფორმატით. არ აუშავს მაინც. მთავარი ის არის რომ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას გავს ეს და მეტი არაფერი, ეს არის ხალხს აინტერესებს არჩევნები მომდგარია კარსულ რაღაც 2 კვირა დარჩენილი. ბევრმა არ იცის ალბათ რა სისტემის არჩევნებია, როგორ ტარდება და ჩვენ დღევანდელი ფორმატი ითვალისწინებს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას და ის ფაქტი რომ თელავში 5 ოლქია
და საკმაოდ ბევრი მაჟორიტარია თელაველებს აინტერესებდათ მათი სახეების ნახვაც, მათი მოსმენაც და იმ პროგრამების წარდგინების მოსმენაც, რაც თითოეულ ჩვენთანგანს გააჩნია. ნუ მეტი რო არაფერი დავამატოთ, მართლაც სამწუხარო ფაქტია და ჩვენ ესე უყურებთ ამას, რომ ეს არის უბრალოდ პასუხისგებლობისგან თავის არიდება, მეტი არაფერი. და კიდევ ვითქვა და მეც გავიმეორებ, რომ თუ დღეს გაიქცევი პასუხისგებლობას ხელისუფლებაში ალიკამ თქვა და დავეთანხმები, მე იქნება პასუხისგებლობა და მე ალბათ საერთოდ ვერაფერს ვეღარ გააკეთებენ ეს ადამიანები. დიდი მადლობა, გისმენთ. ყველა საკმაოდ აღშფოთებული ვიყავით გადაცემის დაწყების წინ და ძლივს დავიწყეთ გადაცემა. ტელემაყურებლებს მოგესალმები პირველ რიგში, საღამო მშვიდობა მინდა უსურვო. მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა პირადად რომ ყველა მობრძანებულიყო. და განსაკუთრებით რატომ მქონდა სურვილი, რომ შევხედროდი იმ ადამიანებს, რომლებიც კენციკლიან ზუსტად იმ კავკასიონი და ალაზის პროსპექტზე დეპუტატებად და მინდოდა მათთან მესაუბრა. მე მინდოდა იმათთვის გამისვა ჩემი პროგრამა, იმიტომ რომ ეს ქალაქი ჩვენია, სხვისი ხო არ არის. მე მინდა პირადად გითხრათ, როდესაც შევხვდი მოსახლეობას და ჩემი პირადი პროგრამა გავაცანი, იმიტომ რომ კავკასიონის აღმაშენებელისა და თვითონ ალაზის პროსპექტით არის მოუწყობელი. თქვენ კარგად ყველა ნახეთ თელაველებს ბრძანდებით. თუ რა მდგომარეობაშია იქ საერთობინების, რა ქვია, საერთო კორპუსების ეზოები. არც ერთი ეზო, არც ერთი კორპუსი მოწყობილი არ არის. ხო და ჩემ პროგრამაში მე მქონდა მოსახლეობასთან საუბარი, შევხვდი კაროთი კორპუსის მაცხოვრებლებს და უთხარი რომ ერთადერთი გამოსავალი ამ პრობლემის მოგვარების ჩემ მხრიდან მე რაც პროგრამა მაქვს, რომ ამ ხარაგობის თავმჯდომარემ გააკეთონ პროექტები თავიანთი კეთილმოწყობილი ეზოსი. წარუდგინონ ქალაქის მერიას ეს როგორც ხდება, რადგანაც ქალაქის იმაზე გადავდივართ, თანამედროვე იყო თბილისის სხვა შორის, ქალაქის მერია ურიცხავდა ამ ხანაგოებს თავმჯდომარეებს, რა ქვია, გულს ისინი აკეთებდნენ თავიანთ კორპუსების გარშემო კეთილმოწყობას, ხარჯავდნენ იმპულს ძალიან ეკონომიურად, იმიტომ რომ ის თავიანთ ეზოში კეთდებოდა ყველაფერი. ნუ ეს მე ვფიქრობ, ეს იყო ჩემი პოზიცია და ამ პოზიციაზე ვდგავარ და ჩემთვის ასე ამონიქნებოდა რომ მობრძანებულიყვნენ ისინიც. იქნებ ჩემზე უკეთესი ქონდეთ რამე მოფიქრებული. აი ამ ხრივ. იმიტომ რომ როდესაც შევხვდით მოსახლეობას უკვე 80-იანი წლების შემდეგ, მე პირადად 54-ში ვცხოვრობ, რა ქვია, აღმაშენებლის სხვა შორის ქუთაისის ქუჩა იყო და დავით აღმაშენებლის პროსპექტი ისა გამზირი დაარქვეს და სამარცხინო ხალხო ასაგავ ის თუ გამზირი ქვია იქ ისეთი მდგომარეობა ფეხით მოსერელთა ბილიკებზე რომ ერთად დაეტარო სამოცნე კინაღამ ბავშვშავო და შიგნით ეს ალი ვარდება იქ აი ესეთ საშინელი სურათი ტრიალდება როდესაც ის არის რა ქვია ძლიერი წვიმა მოდის არც ერთი ეზო მოუწყობელი ეხლა ამბროზია წამოვიდა იმ დროს შობლება მითხეს ბავშვები თამაშობენ იქ აიწყება ამის ყვავილობა ეგერ ბატონი შოთა ექიმი აქ არის გვეტყვის მაგის მავნებელი მტვერი და საშინელი ისინი მოა ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე რაც ქალაქს აწუხებს ამიტომაც შევიკრიბეთ მე მინდოდა მომბრძანებულიყო რომ იქნებ იმათ ჩემზე უკეთესი აქვს რაღაც პროგრამა მე მივესალმები ამას გეპისებით ისე გამიხარდებოდა რომ შესაძლებელი იმას ჩემზე უკეთესი პროგრამა აქვს ჩემზე უკეთესი რაღაცაა პირველი მე ჩამოვართო ხეს მივილოცავ რომ მაგრამ შენ უფრო კარგი პროგრამაა და მე მოხარული ვიქნებოდი იმით რომ თქვა ჩვენ სადაგავიდეს 2017 წელს თელავე არის სოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ხელბურთში ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ამბროზიებითა და აი ესეთი პროსპექტები დავხვდეთ სოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას რომ საშინელება იქნება იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონატი ესეთი დონეს თელავში არასოდეს ჩატარებული ეს არის ისტორიაში პირველი 2007 წლამდე შალო მაგ პროგრამას ხო ნუ 3 წელია დარჩენილი მაგრამ ამას დღესვე უნდა ფიქრი იმაზე რომ გალამაზდეს და გაკეთებიდეს ყველაფერი ამაზეც მოეწყოს დიდი მადლობა გისმენთ მოგესალმებით ჩემო თელაველებო, ჩემო ლამაზებო, ჩემო კარგებო. მე ძირითადად დღეს ფორმატი იყო უკვე ვიცოდით, თუ რა ფორმატში წარიმართებოდა და მე ბოდიშს მოგიხდით პირადად ჩემ მეგობრებთან ერთად. ჩვენ ოპონენტები ვზივართ აქ, მაგრამ ჩვენ მეგობრები ვართ, ჩვენ თელაველები ვართ, ძირძველი თელაველები. ასევე ვინც არ მობრძანდა ისინი თელაველები ერთად გავიზარდეთ და აქ პროვოკატორს მე ვერავის ვერ ხვედავ. და ნამდვილად ძალიან შეურაცხყოფელია ჩვენთვის, ერთად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის. მე მეგობრებს უწოდებ ყველას, თვითონ ისინი ვინც არ მობრძანდნენ, მეგობრები არიან და რა დაინახეს ჩვენში, მე ეს ჩემთვის აი წარმოუდგენელია თუ ეს რატომ გააკეთა, თუმცა აქ კარგად ძანეს, რომ რაღაც ერთად სინქრონში კარგად მიდიან, კარგად ატარებენ ამ წინასაარჩევნო კამპანიას ჩვენი ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რატო ვიძახი ამას დღევანდელი გადასახედიდან დღეს რაც მოხდა ამ სტუდიაში თქვენთან დიდი მადლობა ჩვენ მოწვევისთვის ალბათ შემდგომში უკვე თქვენ წაიყვანთ
დიახ, ჩვენ და გავნაგრძოთ ჩვენი გადაცემა. არ უნდა დავივიწყოთ ის რისთვისაც შევიკრიბეთ, რომ არის წინასაარჩევნო კამპანია, რომ თქვენ ხართ თვითმმართველი ქალაქ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, გაქვთ ამბიცია იმის, რომ გახდეთ საკრებულოს წევრები და მე მინდა დავიწყო საუბარი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებთ იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვეთ, რა პროექტები გაქვთ, რა გეგმები გაქვთ, რა სპირდებით თელაველებს. ბატონ შოთა. დიდი მადლობა ძალიან. არასაპარლამენტო ოპოზიცია კახაკუკავა ფიქრია ჩიხრაძის წარმომადგენელი ძველი თელავის ზუზუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დიახ ბატონო. პირველად ვარ აი ესეთ ჩემთვის ძალიან განსხვავებულ არა სტანდარტულ სიტუაციაში თქვენს ტელევიზიაში. კი ბატონო. როგორც რიგითი მოქალაქე, რომელმაც გადავწყვიტე, რომ საკრებულოს წევრი გამხდარიყავი, თუ რა თქმა უნდა თელაველების ნება და სურვილი იქნება. მთავარი мотиваცია ჩემი იყო ის, რომ მე ვარ გადასახადის გადამხდელი და მინდა რომ ამ გადასახადებით შექმნილი ბიუჯეტით გაკეთდეს. აი თქვენ კარგად ბრძანეთ ნატო, რომ რის გაკეთებას ვაპირებთ. მართლა გაკეთებას ვაპირებთ და არა ბუტაფორიას, იმიტომ რომ ერთი და იგივე გზას თუ 10 ჯერ გავაკეთებთ, 10 ჯერ უნდა გადავიხადოთ. ერთი და იგივე კომუნიკაციას თუ 10 ჯერ გავაკეთებთ, 10 ჯერ უნდა გადავიხადოთ. მე მწვენია იგივე ჩემ უბანში გახვალ და წყალი ამოდის ქუჩებში, რომელიც 3-4 წლის წინ გაკეთდა ვითომ. თავზე ვედექი, ვეხვეწებოდი რა, იმ საკეთებ გულებს ისე აერთებდნენ, მე არა ვარ სპეციალისტი, მაგრამ ის რომ თავს არ დაიჭერდა, ეს ნამდვილად ვიცოდი. როგორც გავიგე, ამაში ბიუჯეტმა გადაიხადა რამდენიმე მილიონი ლარი. ჩემი ფული გადაიხადა. მე ეს მტკივა, სწორედ. და დღეს თავიდან არის გასაკეთებელი. ის გასაკეთებელია, ქუჩა უნდა გაითხაროს და ის კიდევ თავიდან არის გასაკეთებელი. ასევე მწვანეა შემოგვაში მე მეშინია და მიგვირს კიდე აქამდე შემთხვევა რო არ მოხდა. რიცხველები გამოიტანეს გარეთ და სიმახინჯე, რომელსაც სადენები ქვევიდან უერთდება, საკმარისია ღია შიშველი დენის სადენები შედის მიწის დონეზე რიცხველებში. არ შეიძლება, ეს არ არის გაკეთება. ჩვენ ამას გაკეთებას ვეძახით. და მე ერთი კითხვა მქონდა კიდევ ახლა ნაციონალებმა ავიც თავპირი გადაგჭამეს უყოლას რომ ვაკეთებთ ქალაქები გავალამაზებთ 4 თუ 5 ქალაქი მოთვალეს რომ მათ შორის თელავი გააკეთეს მუდმივად მქონდა ეს კითხვა რომ თქვენ დაუცვლებო ისე როგორ გააკეთეთ რომ ამ 4-5 ქალაქში ყველგან პირც მინდა წააგეს წინა არჩევნები ესე იგი ხალხთან მისვლის გარეშე თუ აკეთებ ეს არ არის გაკეთება თუ ხალხის გარეშე აკეთებ უკითხავად აკეთებ ეს არ არის გაკეთება ის ბანერები რო წარმოადგენეს იგივე თელავის რეკონსტრუქციის ქუჩაში გავლის ამეზარებოდა დანახვით რა ვიცი საშინელება იყო არა ქართული კი არა საერთოდ სიმახინჯე იყო რის გაკეთებას აპირებდნენ და მადლობა ღმერთს რომ რაღაცები არ დაცალდა და რაღაცები კიდევ გადარჩა მუზეუმი დაანგრიეს შენობა ხო ფული დაჭდა როგორც გავიგე იმდენი ფული დაჭდა რაც საერთოდ უნდა გაკეთებულიყო თორემ ახლა გამოინახა ისე ბანკის სესხი აიღო ახალმა მთავრობამ და უნდა გააკეთო არ კეთება ჯერჯერ ალბათ გაკეთება მაგრამ ამაში ხო ჩვენ ვიხდით ერთი რამეს აი დანამდვილებით ჩემ თელაველებს პირდები რომ მე არ მომდივარ იმიტომ რომ რაიმე თანამდებობა დავიკავო მე მომდივარ მხოლოდ იმიტომ რომ თავისუფალი დრო მე უნდა დავჭე გადასახადის გადამხდელად და მე ეს გადასახადი უნდა ვაკონტროლო ისე და ისე საკრებულოს წევრად თუ ამირჩევს თელავი მადლობ თქვენ რომ მოიწვა დავით ჯორჯაძე ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია ცენტრალური თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ბატონმა შოთამ კარგად აღნიშნა, მეც ყველაზე დიდი პრობლემადან დავიწყებ თელავში რაც ხდება. ყველაზე დიდი პრობლემა დღესდღეობით ჩვენი მოსახლეობის არის შიდა გზები და შიდა ქუჩები. მე პირადად ხშირად მიწევს ფეხიციარული და გადაადგილება თელავში, იმიტომ რომ რამის ყველა ქუჩაზე და ყველა უბანში მეგობრები მყავს თელაველი ვარ, თელავში გავიზარდე, პირველი სკოლელი ვარ. ყველ გავხდები საშინე სიტუაციას ქუჩებში და საშინე სიტუაციას ახლად განა და დაწყებული აქვს ამ ქუჩების დაკერება, ეგრეთ წოდებული დაკერება და არა დაგება. ჩვენ ყველა ვიცით რომ თელავი არის ფერდობზე განლაგებული. ყველანაირი სანიაღვრე არხების გარეშე კეთდება ეს ქუჩა, რომელიც ბატონო შოთა კარად აღნიშნა წეგა რომ მომავალ წელს დასაგები გახდება და კიდევ ზედმეტით ახლა უნდა დაიხარჯოს ამ დაგების პროცესში. საშინელი მდგომარეობაა გარეგანათებებზე. შეიძლება ადამიანმა ამე რო გაიაროს ფეხი მოიტეხოს დავდვილად რა ისეთი საშინელი მდგომარეობა გარეგანათებებზე. ხშირად მიწევს მე პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კიბეებზე ჩასულა თუ ყოფილიყავ მაგ ტერიტორიაზე მე პატარა დაღმართი ჩადიოდა ხოლმე 12 წელიწადი ვაკედან ვაქს გზაზე ვიარე სკოლაში რო დავდიოდი და მშვენიერი ლამაზი გზა იყო ხოლმე და ლამაზი კიბეები იყო ხოლმე რა რო ჩაიდი ტალახიანი ჩადიხარ ბოლომდე რა
ამოდის სანიაღვრე არხები არ არსებობს, ამოდის წყლები, მოსხეფოს აი ჩანჩქერივით ეს სიტუაცია წყლებია ძალიან ბევრი მოსხეფოს წყლებია, მიაქვს ნახევარი ჩამოსწია, ნახევარი მიწა უკვე დაბლა. რა ვიცი, ეს საშინელი მდგომარეობაა და კიდევ ერთი მინდა ვთქვა რა, პირველ რიგში რაც წერან დავიწყებ მიწეს მეთქი ქუჩაში ფეხი გადაადგილება მეთქი. ეხლა განსაკუთრებით ბევრს ნოდივა, რა თქმა უნდა, უჩვენოს ხდები და ისეთ ფაქტიურადაც მე და ჩემი მეგობრები, სწორედ ორი სამი მეგობარი მოძრაობთ. ყველაობაში დავდივა რა ფაქტიურად და ყველგან ხდები შესამოფჩევებს ეს ბირჟაში სახში იქნება და პირდაპირ ჩემ ფლაიერებს მეითონ ვარიგებ ხალხის შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არის კარგი, უფრო კარგად გავიცნობ ხალხს და ხალხის პრობლემებს. გუშინ წავაწყდი ძალიან საშინელ ფაქტს რა, მე მინდოდა ეს გამეხმაურებინა როგორც სოციალურ ქსელებში და აქედან მომეწო საშუალება დიდი მადლობა ხალხადანატორო მაგის საშუალებას მანძილად რო გავახმაურო. ჩოხელის ქუჩაზე 59 ნომრის წინ არის ბავშვთა სკვერი. ყველა მისთ ეგ ახლა ვიც მაგადრიელში გაუვლია ბავშვთა სკვერი. ბავშვთა სკვერის წინ არის კანალიზაციის ჭა, რომელიც არის ახტილი, ხო? ჩვეულებრივ დიდი მოზრდილი ჭა, რომელიც არის ახტილი და სავსეა წყლით. როგორც იქ მოსახლეობამ მითხრა, ამ წყალში ორჯერ არის ბავშვი ჩავარდნილი და ძილის გადაარჩინეს ორჯერე ბავშვი. თან საშინელი სუნია და საშინელი ანტისანიტარია რა. ორჯერ არის ბავშვი ჩავარდნილი შიგ, ძილის გადაარჩინეს ორჯერ ეს ბავშვი ამოიყვანეს მალევე დახჭებას და გუშინ წინ არ ვიცი ამ რამდენიმე დღის წინ ძაღლი დამრჩოლა εκεί. ეს დიდი ხანია აქ და ბალახებითაა დაფარული გარშემო. არ არსებობს იქ ბავშვებიდანია, პატარა ბავშვები თამაშობენ. არ არსებობს იქ ადამიანმა დაინახოს თუ კარგად დააკვირდა რომ ჭა არის რა. ფაქტიურად ხაფანგივით არის, სადაც ცხოველებს რო ხაფანგს უგებდნენ ხოლმე და რო აფარებდნენ ხოლმე, ესეთი ვარიანტია რა. აი ეს არის თან გარე განათლება არ აქვს, რა თქმა უნდა, გამეთო ადამიანმა გაიარა, ყველა ვარიანტში შიგარის ჩავარდნები და ყველა ვარიანტში შიგარის ჩავარდნები. საშინელი ანტისანიტარია ქალაქში. კორპუსებში შევდივა. მოიწურა სამწუხაროდ განაგრძობთ აუცილებლად პრობლემებზე საუბარს და შემდეგი 3 წუთი ალექსანდრე თეგერაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიცია კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძე ცენტრალური თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რის გაკეთებას აპირებთ იმ შემთხვევაში თუ ამ არჩევნებში გაიმარჯვებთ და გახდებით თვითმმართველი ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი. პირველ რიგში მე მინდა აღვნიშნო რომ ეს არის უბანი რომელიც არის თელავის გული თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი თელავის გარდა ძველი გალავნის არის ამ უბანში. აქ არის 5 სკოლა, 4 საჯარო მათ შორის ერთი საპატრიარქო სკოლა, უნივერსიტეტი, კოლეჯი, საბავშვო ბაღი, ყველა სამივე მუსიკალური სკოლა აქ არის ბავშვების და პედაგოგების მოძრაობა და გადასასვლელების მდგომარეობა რამ მდგომარეობაშია. აი ფაქტიურად ფოტომაღაზია როა ბინიაშვილის იქიდან გადასასვლელი აღარ არის ფაქტიურად გერმანულ სკოლამდე. სად უნდა გადავიდეს ადამიანი, მონიშნული არ არის საერთოდ კუბიკები. როცა აღვნიშნე რამდენი სასწავლო დაწესებულებაა ახლო-მახლო. შემდეგ ტრანსპორტი. აუცილებლად უნდა მოსწესრიგდეს თელავში ტრანსპორტი. აუცილებლად უნდა იყოს ეს ქალაქის მიერ რეგულირებული ფასები, რეგულირებული ტრანსპორტის მარშრუტები აუცილებლად და აუცილებლად შეღავათები პენსიონერებს და პედაგოგებს აუცილებლად. ეს იქნება ბაღის პედაგოგები თუ სკოლის პედაგოგები, რომ და პენსიონერები და აუცილებლად ომის ვეტერანები. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებიც და ჩვენი უახლოესი ასე ვთქვათ ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანების აუცილებლად იქნება შეღავათები. ნუ სოციალურად გაჭირებულებების თავისთავად. აუცილებლად უნდა მოვაწესრიგოთ პარკირება. თელაველებს ეზიზღებათ უკვე ბაზარში წასვლა. იმიტომ რომ ამ ბაზართან მანქანით დგას ყველა კახეთის მთელი რეგიონი. ნებისმიერ წააწყდებით წნორელს, წააწყდებით ლაგოდეხილს და თელაველი მანქანას ვერ დააყენებთ. მაშინ როცა 20 წლის წინ ჯერ კიდევ თელავის ბაზარში თელავის ნახევარი მოსახლეობა რომ მისულიყო აუცილებლად თავისუფლად აჩერებდა ავტომობილს. ახლა თითქმის შეუძლებელია. პარკირება არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც უნდა მოწესრიგდეს. შევეცდებით აგრეთვე რომ წყლის ტარიფი დავარეგულიროთ, იმიტომ რომ თელავი სადაც თვითდინებით მოდის წყალი და ამაში ფაქტიურად ფული არ იხარჯება, არის იგივე ტარიფი, რაც არის გურჯაანში, სადაც ყველა ლიტრი ხდება ელექტროენერგიით ამოკაჩვა და იმის თვითღირებულება 3-ჯერ და 4-ჯერ მეტია ვიდრე თელავის, მაგრამ ტარიფი არის ერთი და იგივე. რაღაც განსხვავება ხომ უნდა არსებობდეს, არა? ვეცდებით, ეს ძალიან ძნელია, ამას მარეგულირებელ კომისიაში ბრძოლა უნდა, მაგრამ თუ იბრძოლებ, აუცილებლად მიაღწევ ამას. კიდევ სწორედ აღნიშნეს გარე განათება. გარე განათებაზე ცხადდება ტენდერი, ჩამოდის რაღაც
თბილისის ან სხვა რეგიონის ფირმა ჩამოიტანენ უხარისხო ნათურებს დააყენებენ ჩემს ქუჩაზე. კი, დააყენების შემდეგ ორ კვირაში 3 ნათურა უკვე გადამწვარა და მომავალ წლამდე უნდა ველოდოთ ახლა ახალ ტენდერს. აი ეს ცირე პრობლემების შესახებ, რასაც ჩვენ მოვაგვარებთ. დიდი მადლობა, ვაჟა ესიტაშვილი, ბურჯანაძე, ერთიანი ოპოზიცია, რუსთაველი სადგურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გისმენთ ბატონო ვაჟა. ესე იგი მე დავიწყებ საიდან რომ ეს რატომ მოხდა დღეს მაგალითად რომ აქავარ და ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას. დაწყებული აი რო თქვენ პირველი არჩევნებიდან მას მერე ალბათ ქრონიკულად ოპოზიციონერი ვარ. მოვდე ყველა პარტიას, აი ნებისმიერი პარტია, ვინც მართველი პარტია დღევანდლამდე ვინც ყოფილა, მე მგონი ყველასთვის თვალსაჩინოა რომ არავის არაფერი გაუკეთებია. მეტნაკლებად რა, ეხლა ბოლო-ბოლო აი ის გავაკეთეთ, ის ავაშენეთ, ეხლა ნაციონალური აი ის გავაკეთეთ. აბა შეკაი ადამიანში მოდიხარ თავრობაში და რაღაცა ხო უნდა მაშინისთვის მოდიხარ თუ არაფერს არ გააკეთებ. ეს რაც შეეხება ჩემს მიზეს რატომაც აქ ვარ, აი ეს მე ხა ყველა ის რო შევეხოთ აი კერძო მე უფრო აქცენტს ვაკეთებ რაზე რომ აი ჩემ უბანში შევედი ორმა ფაქტმა აი რო იტყვიან შემძრაკი, მაგრამ ერთი ვიყავით ლტოლვილებთან. ესე იგი რა სიტუაციაში არიან ხალხო რომ გზა ხო ფაქტობრივად არ აქვს შესასვლელი. განათება ხო საერთოდ არ აქვს და ნაგვის აი იქაურობა ნაგავს მიაქვს რა. მეორე ზუსტად ანალოგიური ფაქტი იყო იმაში სამხედრო ქალაქში რო შევედით რა. ამ სიტუაციას აი ნანგრევები თითქოს ნაომარს აგავს იქაურობა. ამ ორივე ფაქტს რასაც ვიძახი საკმაოდ ისეთი აუცილებელია მაგ ხალხის მიხედვა და მით უმეტეს კიდე ამ ტოლვილებისა რომლებმაც წარმოიდგენთ რამხელა ფსიქოლოგიური და ეს რაღაც საშინელება გადაიტანეს რომ ღმერთმა ჯვარი წერია რომ მარტო უბრალოდ რომ ის წარმოიდგენთ რომ დღეს ავყარო ჩვენი საცხოვრებელი ადგილიდან და საერთოდ გაკარგვინებენ ყველაფერს არაფერი არ გაბადე და მიდიხარ მაგ ხალხს საკმაოდ გაფრთხილება და მოფერება და მოვლა უნდათ რა მე ამას ფიქრობ და ნუ ეხლა რაც შეეხება რაც ბრძანეს ნამდვილად ეხლა კონკრეტულ ფაქტებს მე ნამდვილად ვერ დავიწყებ იმდენია გასაკეთებელი რომ ღმერთმა უწყის რა ჩვენ ალბათ იმაზე რომ ვილაპარაკოთ დღევანდელი ფორმატი არ გვეყოფა ალბათ რა ძალიან დიდი მადლობა ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ვისაუბრებთ კვლავ ქალაქის პრობლემებზე რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ასე რომ დაგველოდეთ